ყველას დილის სან-ფრანცისკოდან მე მინდა გაჩვენოთ ერთი კომპანია, რომლის კაპიტალიზაცია დღეს შეადგენს $180 მილიარდ და ჩვენ მივდივართ ტრეინინგზე, რომელიც გაიარა ამ კომპანიის ხელმძღვანელმა თავის დროზე. ეს არის ტრეინინგების სერია, ძირითადად შედგება 5 ტრეინინგისგან, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს. ეს არის ჯანმრთელობა, ეს არის სულიერი განვითარება, ეს არის პირადი ურთიერთობები, ეს არის ბიზნესი, იმიტომ რომ ყველაფერი უნდა იყოს ჰარმონიულად ერთმანეთთან დაკავშირებული. მხოლოდ ჯანმრთელობით წარმატებას ვერ მიაღწევ, მხოლოდ ბიზნესით წარმატებას ვერ მიაღწევ. უნდა იყოს ყველაფერი ჰარმონიულად გაერთიანებული ერთმანეთში. ეს არის ტრეინინგების სერია, რომელსაც ატარებს მსოფლიოს 50 საუკეთესო გონებას შორის შემავალი ადამიანი, რომელიც იყო არაერთი ამერიკელი პრეზიდენტის პირადი მრჩეველი, არაერთი ტოპ სპორტსმენის პირადი ტრენერი და ეს არის ის ადამიანი, რომელიც ჩვენ გვჭირდება. მე როგორც გითხარით, მაგ გავლილი 2 კურსი, ეს იყო 2017-ში და 2015-ში. მოკლედ დარჩენილია 3 ტრეინინგი, 2-ს გავივლი ახლა, მაქვს ფრენა შესაბამის ქვეყნიდან ჩაგერთვებით და მთავარს დამაგვირგვენებელს გავივლი უკვე აგვისტოში. ამერიკაში მოიწევს ჩამოსვლა. ადამიანის ტრეინინგი არის საკმაოდ მძიმე. დილიდან გვიან ღამემდე მიმდინარეობს ყოველ 1 კვირის განმავლობაში. კვება არის მათ მიერ კონტროლირებული, რომ შენ არ ჭამო მძიმე საჭმელ შენ ენერგიებზე იყო. ასევე შედის ძალიან ბევრი ისეთი სიგიჟე, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი არასდროს არ გააკეთებს, მაგალითად ჩვენ ერთ ტრეინინგზე, რომელსაც ტრანსფორმაციის დღე ერქვა, გავიარეთ 6000 კაცი ვიყავთ ლოს-ანჯელესში და გავიარეთ ფეხში შველებმა გავარვარებულ ნაკვერჩხალზე. ჩვენ გავინაღდებთ ლუქსიუმის წარმატებას. დიახ, გავინაღდებთ, იმიტომ რომ ბოლო ტრეინინგს აქვს თავისი დაპირება, რომ ტრეინინგის დასრულების შემდეგ პირველი წლის განმავლობაში თუ შენი კომპანია მინიმუმ არ გაიზარდა 30-დან 120%-მდე, მაგ შემთხვევაში ტრეინინგის ფული გიბრუნდება უკან. ესეთი გარანტია მე მგონი არავის არ აქვს დამეთანხმებით. ასე რომ ასეთი ძლიერი ტრეინინგია და სწორედ მაგ ტრეინინგზე იყო Salesforce-ის CEO, რომელიც მაშინ არაფერს არ წარმოადგენდა. მას უბრალოდ ჰქონდა იდეა და დღეს, როგორც გითხარით, 180 მილიარდიან კომპანიას მართავს. ასე რომ გველოდება საინტერესო ჩართვები, საინტერესო ქვეყნიდან სხვათა შორის და შევხვდებით მალე.